საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ და პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით, რომელსაც დიდად გამორჩეული კვირა არ ჰქონია, რადგანაც საშუალოდ ვიხილეთ ლამის 1.9%-იანი კორექცია ძირითად ამერიკულ ინდექსებთან მიმართებით. საბედნიეროდ, დღევანდელი სავაჭრო სესია შედარებით პოზიტიურ ნოტაზე მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში ამ წუთების მონაცემებით, თუმცა რამდენიმე საათის წინ, როდესაც ბირჟაზე ვაჭრობა გაიხსნა, ვითარება ნამდვილად საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა როგორც ჩანს, ვითარება შედარებით დასტაბილურებულია ამ ეტაპზე და როგორც ხედავთ, ამჟამად გვაქვს აღმასვლა შედარებით მცირე ფორმებით, თუმცა მაინც პოზიტიურ დინამიკას. ხედავთ, მაგალითად, S&P 500 ინდექსის ღირებულება, რომელიც მოგეხსენებათ 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, არის გაზრდილი 0.14%-ით. ასევე მატების დინამიკა შეინიშნება Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსთან მიმართებითაც, რომელიც 30 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შემთხვევაში მატების მაჩვენებელი 0.06%-ია. ამერიკასთან დაკავშირებით ის უნდა ითქვას, რომ ამჟამად უკვე ამერიკა სამუშაო, ასე ვთქვათ, განწყობაზე არის გადართული, ძალიან მალე ფედერალური რეზერვი მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაასაჯაროებს არაერთ საინტერესო მონაცემს ეკონომიკურ ზრდასთან, ინფლაციასთან, უმუშევრობასთან, უძრავი ქონების სექტორთან და საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით და აგრეთვე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ მალე უმსხვილესი კომპანიები დაიწყებენ კვარტალური შედეგების გასაჯაროებას, რაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ზოგადად ინვესტორებისათვის, რადგანაც კომპანიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, ისინი სწორედ კვარტალური შედეგების გასაჯაროების დროს იღებენ, ხოლო როგორც წესი, მეოთხე კვარტალი, ანუ განვლილი კვარტალი ყველაზე მნიშვნელოვანია მსხვილი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ისეთებისთვის, რომლებიც ვაჭრობისა და საცალო სექტორში არიან წარმოდგენილნი, როგორც წესით, მათ ამ დროს უგროვდებათ რეკორდული შემოსავლები, ამიტომაც ყველანი ძალიან ყურადღებით ველოდებით Amazon-ის, Walmart-ისა თუ სხვა გიგანტების მხრიდან ფინანსური შედეგების წარმოდგენას. სანამ ეს კომპანიები თავიანთ შედეგებს გაგვაცნობენ, უნდა გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ასევე კვარტალური სეზონი იწყება, თუმცა ვითარება ამ ეტაპზე ისევ და ისევ ნეგატიურია და როგორც ხედავთ, ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღის განმავლობაში არის შემცირებული 0.31%-ით. საერთოდაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპას მთლად სახარბიელოდ საქმე არ აქვს, რადგანაც ევროპული ინდექსი, ფლაგმანური ინდექსი ერთწლიან პერიოდში არის გაზრდილი თითქმის 5%-ით. შედარებისთვის ამერიკულ ინდექსებს აქვთ 20-დან 35%-მდე ზრდა, ანუ სხვა არის საკმაოდ დრამატული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელს ყოველ შემთხვევაში იმ ინვესტორებმა, რომლებმაც თანხა დააბანდეს ევროპაში, გაცილებით უფრო დიდი ზრდა გამოტოვეს, მარტივად რომ ვთქვათ, ვიდრე ისინი მოახერხებდნენ ამას, თუ კი ამ თანხას დააბანდებდნენ ამერიკაში ან იაპონიაში ან საერთოდ ნებისმიერ სხვა ბაზარზე, მოკლედ ევროპაში ვითარება ამ მიმართულებით სახარბიელო და საინტერესო ნამდვილად არ არის, ეს კი თავისი არსით არის განპირობებული ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო ომით, სანქციებით, ტარიფებით, მათ შორის ჩინური ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებით და ბოლო პერიოდის განმავლობაში მოგეხსენებათ სხვადასხვა სახის გეოპოლიტიკური დაძაბულობითა და არეულობით ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბიზნეს გარემოზე მთლად სახარბიელოდ არ აისახება. დროა გადავინაცვლოთ ჩინეთზე, სწორედ რომელიც ახლა ვახსენეთ, აქ გვაქვს შანხაის ინდექსთან მიმართებით. ფაქტობრივად უძრავობა, უცვლელობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში შანხაის ინდექსი არ შეცვლა, ხოლო ნიკეის ინდექსი, ანუ იაპონური ფლაგმანური ინდექსი დაეცა 0.26%-ით. ამ კორექციის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში იაპონურ საფონდო ბირჟას ნამდვილად ძალიან კარგად აქვს საქმე. დროა გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ წუთებში გვაქვს კორექცია, 1%-ზე მეტით არის შემცირებული ნავთობის ფასი და როგორც ხედავთ, ბრენტის ღირებულება არის $76, ხოლო WTI დაახლოებით $73.5 ფარგლებში მერყეობს. ამ ცვლილების მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ერთ თვიან პერიოდში ნავთობის საშუალოდ არის გაძვირებული 7%-ით, აქ გამონაკლისი არ არის არც WTI, არც ბრენტი და არც რუსული ურალი, მასას თითქმის 7%-იანი მატება აქვს, ხოლო ამჟამად მაგალითად ურალის ფასი უკვე უახლოვდება $72. ნიშნავს, როგორც ხედავთ, სხვაობა რუსულ და ამერიკულ ნავთობს შორის ამ ეტაპზე არის მინიმალური, ის შეადგენს სულ რაღაც $1.5. აქვე უნდა ვისაუბროთ ბუნებრივ აირზეც, რომლის ფასიც არის შემცირებული ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო ერთ კვირაში, რადგანაც ის არის გაიაფებული ევროპის მასშტაბით 9.5%-ით, ამერიკაშიც დაახლოებით იგივე ვითარება გვაქვს და როგორც ხედავთ, მეგავატი საათი ენერგიის ფასი ევროკავშირის მასშტაბით შეადგენს დაახლოებით 45.5 ევროს. კლება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ დროს, რადგანაც მოგეხსენებათ, ევროპაში
ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ექსპორტი ამ ეტაპზე არის ფაქტობრივად სრულად შეწყვეტილი. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ფასიც მოგეხსენებათ გეოპოლიტიკური რისკების ზრდის დროს იმატებს ბუნებრივად, გამონაკლისი არც დღევანდელი დღე არ იყო და როგორც ხედავთ $18 არის გაძვირებული ოქრო, რომლის ღირებულებაც უნციაზე შეადგენს $2667. ეს არის ერთწლიან პერიოდში 31%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, რომელსაც ფლად სახარბიელო პერიოდი არ აქვს, როგორც ხედავთ, დღის განმავლობაში 7%-ზე მეტი დაეცა ბაზრის საერთო შეფასება და ის შეადგენს $1.480 მილიარდ. ბიტკოინის ფასი 94,700-ია, ხოლო ეთერიუმი დაახლოებით $3,300. ვაჭრება კლება არის 3-დან 4%-ის ფარგლებში. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინისა გვაქვს $1.880 მილიარდი, ეთერიუმის კი $400 მილიარდი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც მოგეხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილი. დავიწყოთ საქართველოს ბანკის ჯგუფით, რომელსაც დღეს სახარბიელო დღე არ ჰქონია, ხედავთ კორექციას და ვარდნა გვაქვს 1,71%. TBC ჯგუფის შემთხვევაში ვითარება შედარებით უკეთესია, მატება არის 0,16%, თუმცა ამ ყველაფერზე დიდად სახარბიელოს თქმა რთულია, რადგანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ქვეყანაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, ქართულ კომპანიებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი პერიოდი არ უნახავთ, მათი აქციების ღირებულება საკმაოდ მერყევი გამონაკლისი არც TBC, არც საქართველოს ბანკი და არც საქართველოს კაპიტალი. აქვე რადგან საქართველოს ვახსენებთ ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მკვეთრად უფასურდება დოლართან მიმართებით და ამჟამინდელი მონაცემებით ოფიციალური გაზრდილი კურსი არის თითქმის 2.84. ევროს გაზრდილი კურსი გვაქვს ლამის 2.93, ხოლო სტერლინგის გაზრდილი კურსი 3.53-ია. და ბოლოს ორი სიტყვა უნდა ვთქვათ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალოდ შეადგენს 8.5%. სარგებელი გერიცხებათ ყოველდღიურად, ხოლო მისი გატანა თანხის მოცულობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ასევე ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. თავად Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანიაა.